მოგესალმებით მეგობრებო, თუ ვინმე საინტერესებს უნიმოგი და მისი პორტალები, სანამ გახსნილი გვაქვს და დაშლილი გვაქვს, შეგვიძლია განახოთ. ეს თუ გახსოვთ, ნიკოს უნიმოგია, ბოლო რამოდენიმე გასვლაზე ჩვენთან ერთად ვერ წამოვიდა ფიზიკურად, რადგან პრობლემა ჰქონდა პორტალის, ჯერ თვით ტორმუზი ჰქონდა, რაღაც თვითონ გააჩერა, გაგვიცხელა აქ სუპორტი. მე მივხვდით ბოლოს, რომ საკისრები იყო ჩაშლილი, დავშალეთ. ვნახეთ, რომ რამე მნიშვნელოვანი ისეთი დიდი პრობლემა არაფერი არ ქონდა. ნახეთ, რამსისკე ნახევრად ღერძია. ახლა ვიწყებთ. ეს არის პორტალი. ესეთი ვიზუალით არის. თვითონ შიგნით ის ორი კბილანა, რომლის საშუალებითაც ტრიალებს მერე საბურავი. ახლა ვიწყებთ აწყობას, პროცესსაც გადავიღებთ და ბოლოს ნახავთ თუ როგორი გამოვა. ახლა წარმოიდგინეთ რა ხელა ბოლოსია. ნახევრად ღერძი უფრო სწორად. ვიდი ნიკო დაწყე. ურთი და მოედანი შენ ხელში ახლა. დაუშვით გერმეტიკი, ვიურტის. ესეთი მაგარი საბურავები აქვს და მოიტანა ორი ცალი საბურავი. ფაქტობრივად ახლები და ამის დაყენებასაც იმედია მოვასწრებთ. ისე რეალურად თავის დროზე მოვასწრო, რომ დავშალა, თორემ დიდი ალბათობით ამის კბილანებსაც ჩაამტვრევდა შიგნით, რამე რომ დაზიანებული იყო. ნახეთ გარედან რამ ხელა საკისარი აქვს. ეს მიპრესავს თვითონ მერე? კი. ეს არის ჰაერის ტორმუზები. ჩაქრობის და ჰაერის დაცლის შემთხვევაში აი სადღაც აი აქ აქვს დიდი ზამბარა და ის ზამბარა აწება მერე და მექანიკურად ატორმუზებს თლიანი უკანა მხარე. დაახლოებით აი აქ დაჯდება ასე. შევსვავთ და რას იჭერს ეს სალნიკი. ეს სალნიკი იჭერს ზეთს, პორტალში რომ ზეთი ჩაისხმევა, ნაწილობრივ კბილანებს ხომ ეხება და ნახევარი თითქმის თუ 30% კბილანები ამის ქვედა კბილანა დიდი ზის ზეთში. ნუ შემდგომ ტრიალის დროს აქვს მაღლა და ზედა კბილანასაც მასკავს და აი აქედან ამ საკისრიდან ზეთი რომ არ გამოვიდეს ამის გულისთვის აი ესეთი უნიმოგის ესეთი სახის სალნიკს ჩასვავს ახლა ჩვენი ნიკო.
ეგ არის მიაჭდა თვითონ რომ მოუჭერ მე მიასწავს რა მიაჭდება Tamamdır. Programımız duruyor. Programımız duruyor. შპილკას უყენებ? ეხა ხო ჩაკეტილ მდგომარეობაში. დასარეგულირებელი ხო დავშალებ ეს. სუპორტი ხო დავშალებ დავაყენეთ. გულები დავაყენეთ. დავჭვე ახლა. ხუნდების ჩასმა. აწყობა და მე საბურავის მეყენებ. შეთქოსტი ჩავასხეთ. ავაწყეთ პორტალი. დავაყენებთ ახლა საბურავს და გავტესტოთ მე გავიაროთ ნახოთ აბა რა სიზავს. მოკლედ გავტესტეთ ცოტა უგზოობაზე, ცოტა ასფალტზე რო გავაჩერებთ, ნახავთ. გაცხელებულია პორტალი ან ზეთია გაშვებული ან რამე, ესე იგი პრობლემაა. თუ არა, ყველაფერი კარგად არის.